higher self, ანუ უმაღლესი მე, არ არის მბზინავი, ფრთიანი არსება, რომელიც გიცავს ავისულებისგან. ეს არის უბრალოდ ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელთანაც შეგიძლია, რომ რეალური ურთიერთობა ჩამოაყალიბო. მე თვითონ ამას უკვე დიდი ხანია ვაკეთებ, ასევე ვარ ფსიქოლოგიის სტუდენტი და ახლა ზუსტად აგიხსნი, რა დგას ამ ენიგმატური ფიგურის უკან. უმაღლესი მე არ არის რეალური არსება, რომელიც პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. ეს არის ერთგვარი ალტერ ეგო, რომელსაც ვქმნით გამიზნულად იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ უნდა გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. პროცესი მარტივია. წარმოსახვით ქმნი საკუთარი თავის ისეთ ვერსიას, რომელსაც აქვს ყველა ის ღირსეული თვისება, რომლებიც თვლი, რომ შენს ამჟამინდელ ვერსიას აკლია. წარმატებული, მოსიყვარულე, დისციპლინირებული, მომთმენი, ბრძენი. როცა ეს წარმოსახვითი პერსონაჟი შეიქმნება, უნდა შეხვიდე მასთან დიალოგში. და ძირითადად ეკითხები, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გახდე ის. და ეს არის ის ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით გულწრფელად გასაოცარია. იმისთვის, რომ შენივე დასმულ შეკითხვებს გასცე პასუხი, გადადიხარ ამ უმაღლესი მეს პერსპექტივაში. და უეცრად ნათელი ხდება შენთვის მის მიერ გავლილი გზა. ანუ ის გზა, რომელიც შენ უნდა გაიარო. თითქოს ამ ალტერ ეგოს გამოცდილება შენს ტვინში გადმოტელეპორტირდა. თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვართ მუდამ საკუთარ პერსპექტივაში ჩაკეტილები და იქიდან ვოპერირებთ. იმდენაირი პერსპექტივაც არსებობს, რამდენიც აღმქმელი. ეს პერსპექტივები არც კარგია და არც ცუდი. უბრალოდ არის შეზღუდული. ამ სავარჯიშოს გაკეთებით საკუთარ ცნობიერებას აიძულებ, რომ ჩვეული საზღვრები გააფართოვოს და საკუთარი ხელით შექმნას ახალი პერსპექტივა. თანაც უბრალო პერსპექტივა კი არა, ხედვის წერტილი, საიდანაც ნათლად დაინახავ საკუთარი განვითარების გზას. და კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ეს ინფორმაცია კოსმოსიდან კი არ მოეწოდება შენს ტვინს. ეს სიბრძნე ყოველთვის შენს გონებაში იყო. ჩვენი ტვინი აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციას იტევს, რომელზეც აქტიური წვდომა უბრალოდ არ გვაქვს. ალტერ ეგოს სავარჯიშო უბრალოდ ისეთი მენტალური გიმნასტიკების გაკეთებას გაიძულებს, რომ შენს ტვინში არსებული ინფორმაცია შენს ენაზე გადმოთარგმნო და აღიქვა. ანუ ახალი სიბრძნე კი არ მიიღე, შენს ტვინში აღმოაჩინე ის ინფორმაცია, რომელზეც უბრალოდ აქამდე წვდომა არ გქონდა. მოკლედ, ნამდვილად გირჩევ ამ სავარჯიშოს გაკეთებას, მით უმეტეს თუ გაინტერესებს, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. ამ იდეას და ტექნიკას კიდევ უფრო მეტი სიღრმე აქვს. მაგალითად, რატომ გვხვდება ეს ფიგურა სხვადასხვა სულიერ პრაქტიკებში და სხვადასხვა კულტურებში და რას იძახის ეს ჩვენი ადამიანების ფსიქიკაზე და სულიერებაზე. ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად თუ გაინტერესებს, სრული ესე შეგიძლია ნახოთ ჩემს Substack-ზე. ლინკი იქნება Instagram-ის ბიოში.